ჯაფარამ ძალიან საინტერესო კალაბურთელის შესახებ მითხრა, რომელიც არის იმაში, რა ქვია, ლიეტოვაში. რა ქვია, სახელი მითხრა, გვარი მახსოვს. მეინარდას და გენიალური გვარი აქვს. ტრაკიმავიჩუსი. მეინარდას ტრაკიმავიჩუსი. აი როგორ რომ მუშაობს კაც წასულია, ტრაკიმავიჩუსებს უყურებს. აუ, ეგ უნდა შეახვედრო იმას. მესამე ლიგაში ჩამოიყვანეს ახლა მუტელი. მი ჩამოიყვანეს? მუტელი. ქედის ბეთლემა? ქედის ბეთლემში მუტელი თამაშობს. შიხურა. გვარია შეჭო. ვიღაცა დაბოლდა და მუტელი ჩამოიყვანეს. მარტო გვარი არის. ანუ ახლა ეგ და ტელევიზორში შეგიძლია თქვა, ანუ გინება არ იქნება, იმიტომ გვარია ტიპის რა უნდა ხوار გადააკეთება რა. ის რო იყო, რა ქვია, ვაგინინიო რო იყო შეჭო. მე ნახე მე და მართლა არის ეგ ფეხბურთელი, ანუ გადავამოწმე რა. მართლა მუტელია. ხო, რაღაცა? მუტელი, კვალელა მუტელი. კვალელა. მუტელიაო, კაცი ამბობს. არა, მუთელი შეჭო. აი, ბიჭი ივანიშვილს არ დაუჯეროთ? ბიჭიმ რა იცის შეჭო, ეხლა გაიგო პირველად. ბიჭიმ რა იცის? მოტელო შენა, მოდი აქ. ვახჩი. კი, აი, ბეთლემი დიდუბე. ბეთლემში აი თან არ უხდება ბიჭო, თუ რამეს არ უხდება? რა პონტი? ლიგა სამის გავშე და კვალელა მუტელი კი ბატონო. მუთელია. მუთელის წერენ ხაბა მუტელს ხوار დაწერი. ჩა, იასნია რომ თხს წერენ ქართულად, აბა რა იქნება ახლა, მაგრამ H არა გვარში. იმენა ტე, ჰა? ტუ არის. იმენა M U T E L I არის ტიპი რა. ხ არა აქვს. ნუ ახლა იასნია რომ მუთელი უნდა დაწერო იასნია, აბა ახლა მაგას ხوار დაწერო. ერთხელ გახდება ლეგენდა ვიღაცა ეგ ტიპი და უკვე აი ხა ამას შეიძლება რომ აუარო. იმაში ხო იყო, რა ქვია, იტალიის პარლამენტში არის ხო ქალი? მინეტი? ხო. იყო. მინეტი და ისა. აი ახლა ის იყო არგენტინაში იყო ფეხბურთელი? არა. ვაგინინიო ბრაზილიაში. არა, ბრაზილიაში იყო. ვაგინინიო ხო იყო ბრაზილიაში, ანანიასი იყო კიდე, რაღაცა. ოღონდ ეგ მოკვდა ეგ საწყალი. შაპეკონსეში რო. შაპეკონსეში იყო. და მაგ დროს არგენტინაში თამაშობდა, მე მგონი მინეტი თამაშობდა არგენტინაში. კიდე, უმაღლეს ლიგაში, მართლა. ეგეთი გვარი იყო რა. მე როგორ მიხაროდა, იცი რა, ამას რო ვაკეთებდა შეჭემა, იმიტომ რომ გოლს რო ვაკეთებთ მე და ბიძინა გადაცემაში, ტელევიზიაში საქართველოში სიტყვა მინეტი შეიძლებოდა გეთქვა რა. არაფერი არ იყო, გოლი გვარი იყო ტიპის და რას ვინ მოგედავებოდა. მინეთის ხვარი ტყოდი ეხლა.